გვერდზე სოფლის ცენტრში განლაგებული ერთადერთი ჩარიცხვის აპარატი სოფლის ლოთებმა ჯერ დაკლეს და შემდეგ პატარა ბავშვების თვალწინ მოხარშეს და შეჭამეს. უბროზო! ტრისტანიჩ! ხო, რა იყო ბიჭო, რა გაღრიალებს გელოდივით? გელოდი ვარ. შენ ახარ, არ გელოდი. რა იყო, აბა? საქმე მაქვს შენთან. ხო, ყველაფერი ვიცი. ყველაფერი გავკაცო. ისა რა სალაპარაკობ აბა შენ ახლა? რას ვლაპარაკობ არა და რა იცი? რა ვიცი და ეხლავე მოგახსენებ ყველაფერს. შენ მე ხო იცი რა ტიპიცა ვარ? კაცო, როგორ არ ვიცი გელოდი? მე რო რამე ვიცი არა? გურა მამაც იცის, გენომაც და ჯემალამაც. მაგათ პირში კიდე ენა არ უჩერდებათ, ბოზდებენ თოსოფერსა. რა სიტყვა აბა? სპეციალისტების ხელბაზი რო დაბალია, ისიც მეც ხო ვიცი და შენც ხო იცი. ხო, მეც ვიცი მერე. ხო და 1-200 ლარი უნდა გამიმატოვე. აიცა გელოდი, ყველაფერს აგიხსნა. შენ არ ინერვიულო კენაცვალე. აიცა ბიჭო. არაფრის ახსნა არ არის საჭირო. რა თაკაც ვეთი წამი. მე არა მაქვს სანერვიულ. აპაპაპაპაპა მე არ დამისხა. რა თაკაცო. იგი გადასხდა. ხო იცი მე რა ტიპი ვარ არა? ერთ-ერთ ტიქას რო დავლებ. ხილი დააყოლე. დავალ მე გურამასთან, ენოსთან, ჯემალასთან, დავაყოლებ კიდე ჭაჭასა. რაღაცებს მოუყვები. ისინი კიდე ენას ქალებივით აჭარტალებენ ხოლმე. მოდდებენ თოსოფერსა. შენ გესმის ხო ჩემი გელოდი? მესმის, აბა ადამიანები არა ვარ ჩვენ. ცოლისთვის ის არ უღალატნია. მაიცა ბიჭო შენა. რა გაიგე ერთი ჩემს? რა გავიგე და ცოლს რო ღალატობ, აი გავიგე. ცოლსა რა? ო, ცოლსა. გაუშემას ხელი. აჯამი. ისიც თუ გავიგე არა, ვისთან ღალატობ? 1-200 ლარის წამატება კიდე მოგიწევს. 200 არა ისე კიდე. მაიცა კაცო რა გაწყინე სად მიდიხარ? სადა და აი 200 ლარი რომ მოგიმატე, მაგის საშემოსავლო 20% უნდა დაგიქვითო, გაიგე? დამიკვიდე რა. მე ვარ. რამაგრად ვაიფიქრე გალო, და შენ საიდან იცოდი ეს ამბავი?